დღეს გავიღვიძე მშვენიერ ხასიათზე, მზე ანათებდა, რა ვიცი, ცხოვრება წინ მიდის, ბედნიერი ვიყავი და მეთქი რაღაცა არასწორად ხდება. ასე რომ შევედი Facebook-ზე, მთავარ არხზე, რომ მეთქი, ცოტა სიბრაზე, ცოტა სიბოროტე, ცოტა ღვარძალი მჭირდება, რომ ვიდეო ჩავწერო, რადგან დღეს დაგეგმილი მქონდა ვიდეოს ჩაწერა და მთავარმა არხმა, რა თქმა უნდა, არ გამიცრუა იმედები. გაიგეთ მეგობრებო, რომ ჭიათურა ეცადა საქართველოსთვის წაერთმია აფხაზეთი და სამაჩაბლო. თქვენი კითხავთ, რა, მიშა? ჭიათურის მუნიციპალიტეტი ეცადა ამ ორი ტერიტორიის წართმევას? დიახ, მეგობრებო. ეს რუსები. როგორ გვაჩვევენ ამ ყველაფერს. მოდით გაჩვენებთ ამ პოსტს. საქართველოს რუკა ჭიათურაში. ჭიათურობა 2025-ის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ნახეთ რა გავაკეთეს. ამ ბიჭს სახეს დავუფარავ, რადგან ახალგაზრდა ბიჭია, რა ვიცი, 13-14 წლის და მაინც კომენტარები წავიკითხოთ ჯერ. შეგირცხვეს ჩოხა შენ გვერდით მდგომო. ნუ წუწუნებთ, მთავარია კაცი-კაცია და ქალი-ქალი. მეტი რა უნდა ქნან, რომ აზრზე მოვიდეს ხალხი? ანუ მეტი რა უნდა გააკეთონ? რამდენი რამე გაგვიკეთეს უკვე, რამდენს ვუთმენთ ამ მოღალატე ჭიათურელებს. კარგია, კარგი, მიზანმიმართულად მუშაობენ. ყოჩაღ ჭიათურელებო. ამას ასწავლიან ჭიათურელ ბავშვებს? კაი, ნუ რეალურად ეს ფოტო რო ვნახე, მეც მეთქი სტოპ, რა ხდება, მაგრამ მე ოთახის ტემპერატურაზე მაღალი IQ მაქვს და მეთქი, ანუ მთავარ არხს უდევს და მოდი გადავამოწმოთ სხვა წყაროებიდან, ხო, ანუ რეალურად რა ხდება და ბრმად არ დავუჯეროთ ბატონ მთავარ არხს. რეალურად რა ხდება? ისევ მთავარი არხიდან გაჩვენებთ, მეგობრებო. ჭიათურელ ბავშვებს ჰქონდათ დადგმული პერფორმანსი, რომ თავიდან ჰქონდათ გამოტანილი გამოსაჩენად, მოკლედ საქართველოს დაკარგული ტერიტორიების გარეშე და შემდეგ ორმა ძალიან პატარა ბავშვმა, 5-6 წლისამ მოიტანა ეს დაკარგული ტერიტორიების, რა ვიცი, ფაზლები ქართულად როგორაა, არ ვიცი, მაგრამ ნუ ჩასვეს რა, ჩაამატეს, რომ ანუ მე როგორც მივხვდი, შინაარსი ის იყო, რომ ეხლა დაკარგულია და ახალგაზრდა და თაობა, ანუ ეს 5-6 წლის ბავშვები მოაკვდა ამთლიანებენ ამ საქართველოს. ხომ? ანუ ყველა ნორმალური ადამიანი, რა ვიცი, აქ დიდი ის აზრი არ დევს და მე 6 კლასში არ ვართ, რომ ეხლა მასწავლებელმა აგვახსნევინოს, რომ აბა ამაში რას გულისხმობდა მწერალი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, ბავშვების ხსენებაზე. ბავშვებმა მოკლეს 26 წლის მასწავლებელი. მკვლელობა თბილისში. ახალგაზრდას სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის კლინიკაში დაიღუპა. რეალურად, მეგობრებო, პროკურატურას ჯერ არანაირი ბრალი არ წაუყენებია არც ერთი დამნაშავისთვის, ანუ დამნაშავეც ჯერ ოფიციალურად არ ყავს და მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია შევინარჩუნოთ ხოლმე, მაგრამ ნუ ქართველი მიუკერძოებელი ჟურნალისტები ხო იცით, ანუ ყველაფერი გამოფინეს ეგრევე, რომ ეს არის დამნაშავე, ეს მოხდა, ის მოხდა. ასე რომ ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვისაუბრებ, არის უბრალოდ ქართველი ჟურნალისტებიდან გამომდინარე სპეკულაცია. რეალურად არავინ ვიცით ჯერჯერობით რა მოხდა. დიახ, იქ მშობელი რაღაც სიძახის, დიახ, ჟურნალისტები რაღაც სიძახიან, მაგრამ ოფიციალური ჯერ არაფერია, ასე რომ მე თავს ვიზღვევ, რომ ვინმემ არ მიჩივლოს მერე. მაგრამ მე უნდა მიჩივლოთ, ბიჭო, ჟურნალისტები ეს დებილები ყავს. კაი, ნუ მოკლედ. რას გვეუბნებიან ჟურნალისტები? რომ 17 წლის ახალგაზრდა ბიჭმა მოკლა 26 წლის მასწავლებელი, რომელიც ამეცადინებდა ამ 17 წლის ბიჭის 16 წლის გოგო შეყვარებულს მათემატიკაში. და ამ გოგომ აეჭვიანა თავის შეყვარებული იმ ბიჭზე.
მე რეალურად ტრაგედიაზე რა თქმა უნდა არ ვიცინი მეგობრებო, ტრაგედია, უბრალოდ რაზე მეცინება რომ 2-3 კვირის წინ რომ გეუბნებოდ ჩემ გადაცემაში რომ 16 და 17 წელი ყველაზე საშიში ასაკია თქო. როცა გადაცემა მქონდა რომ ახალგაზრდა გოგომ სცემა 16 წლის ბიჭს და გეუბნებოდით რომ მეთქი 16 წლის ბიჭები არ არიან უდანაშაულოები, არ არიან ანგელოზები. მაგ დროს რა ვიცი ყველა წერდით Facebook-ი გადატენილი იყო კომენტარებით რომ 16 წლის პატარა ყვავილს როგორ უნდა დაარტყა ხელი. და ეხლა რომ გადავხედოთ Facebook კომენტარებს 16 წლის ბიჭი გამოგყავთ ჯალათად, რომელიც აი ცეცხლზე რომ დავწვათ არ დაგენანებათ. ანუ 2 კვირის წინ იგივე ასაკის სახე და სახელი ხო არ ვიცით, ანუ მაშინაც იგივე 16 წლის ბიჭი იყო, ეხაც 16 წლის ბიჭია, ხო? ნუ აი 17-ის. მაგრამ ის აი უმანკო ყვავილი იყო, რომელსაც ხელით როგორ უნდა შეეხო საერთოდ ესეთი პატარა ლამაზი და ეხა ცეცხლზე დავწვათ ეს ნაბოზვარი ესა აი შანთები გაურჭოთ და საზოგადო ლაივ სტრიმი გაუშვოთ რომ ყველამ ვუყუროთ ჩემ ბავშვებს უნდა ვაყურებინო ამის წამება ხო ხდება ეგრე კი ხდება ეგრე რა ვიცი ამ თემაზე მართლა არაფერია საღადაო მეგობრებო უბრალოდ ვინც მიყურებთ 16-17 წლის ბიჭები იმათ აგიხსნით და იმათ რა ვიცი დაგაკვალიანებთ ზოგადად ცხოვრებაში ვისაც მამა არ ყავთ ანუ იმიტომ რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია უმამობიდან და უიმისობიდან რომ ძლიერი მამაკაცი არ ყავს ცხოვრებაში და ძლიერი და გამოცდილი კაცო ხა ძლიერი ფიზიკურად ძლიერს კი არ ვიძახი შეიძლება მამა ყავდეთ რა ვიცი 150 კილო ჯანიანი სუფთა კუნთი მაგრამ კონკრეტული კრეტინი იყოს ხო აი ვისაც მისაბაძი ადამიანი არ ყავთ მამაკაცურობაში რა რომელიც აგიხსნით რომ შვილო გივიკო უცქირე 16 წლის ხარ ყველაზე საშიში ასაკია როდესაც გგონია რომ თელი სამყარო შენ გებრძვის გგონია რომ ყველას ყველაფერი უნდა უმტკიცო გგონია რომ ძმაკაცებს რაღაც უნდა უმტკიცო გგონია რომ კლასელებს რაღაც უნდა უმტკიცო გგონია რომ შენი ასაკის გოგოებს რამე უნდა უმტკიცო როცა აბსოლუტურად უმნიშვნელო ასაკია შენთვის რა თქმა უნდა 100% მნიშვნელოვანია რადგან სხვა ასაკი ჯერ არც გაგიულია ჯერ ხარ მხოლოდ მანდ და გგონია რომ 16 წელი არის აი всё, შენ ცხოვრება რა გაიზარდე. 13 წლიდან ეგრევე ვფიქრობ, რა აი всё, გავიზარდე რა, ეხა ამის მე რა უნდა შეიცვალოს, კაცო, 13 წლის ვარ, უკვე კაცი ვარ. 16-17 წლის ბიჭებმა არც უნდა გაბედოთ იმის ფიქრი, რომ აი თქვენ შეგიძლიათ გოგოს რამით თავი მოაწონოთ. და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. ჯერ არაფერი გაგიკეთებიათ, მეგობრებო. რითი უნდა მოაწონოთ გოგოებს თავი? აი რითი მართლა, რომ დედა გაძლევთ 5 ლარს და ამ 5 ლარით იმის ნაცვლად რომ საჭმელი იყიდოთ რისთვისაც დედა გაძლევთ ფულს სიგარეტს ყიდულობთ და მაგითი ხართ მაგარი ტიპები? არა. არ ვიცი 5 ლარს აწებებთ 5 ლარზე, მერე კიდე 5 ლარს, არა ვიცი ბურას ყომარობთ, მოიგებთ და დანას ყიდულობთ 30 ლარად. მაგითიც ვერ მოაწონებთ გოგოებს თავს. ანუ თუ მოაწონებთ, გაიქეცით ეგეთი გოგოებისგან. დამიჯერეთ რომ რამდენად მაგარი ცხოვრება გეილთიცით წინ 16 წლის ასაკში არ უნდა იყო ანუ არავინ გთხოვს მაგ ყველაფერს რომ შენ იყო მაგარი ტიპი და ყველაზე წინ და აი უკვე ამ დონეზე იყო რომ აი ყველას უთანაბრდებოდე და 26 წლის ტიპებს ეჯიბრებოდე რამეში ვერ გაუთანაბრდები რადგან 16 წელსაც ჯერ მართლა სიგარეტის და ლუდის ყიდვაც არ შეგიძლია. ანუ როგორ გინდა რომ შენ მაგარი ტიპი იყო და გოგოებს თავი მოაწონო, როცა აი მართლა ელემენტარული უბრალოდ ლუდი რო იყიდო, უალკოჰოლო იმას არ მოგყიდიან მაღაზიაში. და მაინც ცდილობთ რომ რაღაცით დაამტკიცოთ და რითი ამტკიცებთ? რა ვიცი, მუშაობით მშობლებს არჩენთ, აი დედა თქვენი პენსიაზე გაიყვანეთ, რომ всё, აღარ იმუშაო რა, დაიკიდე, აი მე მივხედავ ოჯახს. არ ვიცი, ცოლი მოიყვანეთ და უთხარით რომ
ყველაფერი კარგადაა, всё, შენ თუ გინდა იმუშავე, თუ არ გინდა არ იმუშაო, ჩემით მივხედავ ოჯახს. შვილები ყავთ და შვილებს უზრუნველყავით, შვილების მომავალი უზრუნველყავით თუ რა ქენით? არა. ხო და ეს არის ბიჭო, რომ ამ ყველაფერს ვერ აკეთებ და ამ დროს წყვეთ, რომ მოდი იმას მოვკლავ. წადი მოკალი ძმაო, წახვალ ციხეში. მერე ის გოგო დაგელოდება? ის გოგო თუ დაგელოდება, უარესს უკეთებ იმ გოგოს, ხო? ცხოვრებას უნგრევ, რატო უნდა გელოდოს, ბიჭო, ახალგაზრდა გოგო, 16 წლის გოგო, რატო უნდა დაგელოდოს, შენს ამ 12 წელს მოიხდი და 15 წელს მოიხდი ციხეში. რატო უნდა დაგელოდოს და რატო უნდა დაინგრიოს ცხოვრება? ყოველ დღე და ღამე უნდა იღვიძოს და რა ვიცი, ციხეში იაროს პერედაჩებზე, რომ სიგარეტი შემოგიგზავნოს, იმის მაგივრად რომ თავის ცხოვრებას მიხედოს? დედაშენს რატო უნგრევ ცხოვრებას? იმის მაგივრად რომ დედაშენს გაუმარტივო ცხოვრება, იმაზე ანერვიულებ, რომ აი მე ხა ჩემი შვილი როგორ არის ციხეში 15 წელი? ხო და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ანუ ბავშვებს ახალგაზრდა ბიჭებს არ ყავთ მისაბაძი მაგალითები რა. ანუ არავინ ყავთ რეალურად ახალგაზრდა ბიჭები ვისცემენ პატივს. ანუ კი, ეხა იქ ძმაკაცებს, კი რაღაცა უფროს ძმებს და ამ შემდეგ, მაგრამ რეალურად პატივს სცემენ მამებს. და როდესაც მამა არ არსებობს, ანუ მერე უსმენენ სხვა ადამიანებს რა და იმ სხვა ადამიანებიდან იღებენ მაგალითებს, მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ვისაც თქვენ სცემთ ბავშვებო პატივს, აი მაგალითად ხა მიყურებთ 16 წლის ბიჭი, ხო და აი გინდა ესე ქუჩურად ცხოვრება, რა ვიცი, დანიდადი ხარ. აი ვისაც სცემ პატივს უბანში, წადი და კითხე მაგ 40-50 წლის ადამიანებს, აი ვინც ნაჯდომია ციხეში, ვინც 10 და 15 წელი მოიხადა, კითხე რომ ანუ ესე ვაპირებ ცხოვრებას და აი შეიძლება ციხეში წავიდე. აი რას გეტყვიან, ბიჭო? ანუ ვინმე გეტყვის, ვინმე 40-50 წლის კაცი გეტყვის, რომ აი კი მე მოვიხადე 15 წელი ციხეში და კი შენც ესე უნდა იცხოვრო. არავინ გეტყვის, ყველა გეტყვის, რომ წადი ისწავლე, წადი ცხოვრებას მიხედე. აბა რაღაც აკეთებთ. არ ვიცი მეგობრებო, ანუ 16 წლის ბიჭებო, უცქირეთ, მე არ აღგიქვამთ როგორც ბავშვებს, არ შეურაცხყოფთ, პატივს გცემთ, რადგან მართლა აი 16 წლის ბიჭების უფრო მეშინია, ვიდრე აი 2 წელი 16 წლის ბავშვს რო ვეჩხუბო, მირჩევნია აი 30 წლის 10 კაცს ვეჩხუბო. იმიტომ რომ 16 წლის ასაკში ჯერ გააზრებული აბსოლუტურად არაფერი გაქვს და აი გონია რომ ყოველ წამს რაღაცა უნდა ამტკიცო. და აი მოდი ამას დანას გაუყრი და ამით რაღაც დამტკიცდება. 30 წლის ხალხს უკვე გააზრებული აქვს რომ სტოპ, ამას რომ ეხა მართლა რაღაც დანა გაუყარო და რამე, ეხა ვის რა თუნდა კაცო 10 წელი და 20 წელი ციხე, ხო? არ მინდა ძმაო რა, აი უბრალოდ რაღაც შეიძლება 30 წლის კაცმა ხელი დაგარტყას და всё, მიგანებოს თავი. მაგრამ არა, 16 წელს ასაკში ჯერ გააზრებული არც გააქვს, რას დაკარგავ. და გონია რომ მაგ დროს აკეთებ, აუ, მაგარ კაცურ საქმეს. კი, მაგარი კაცურია, რომ დედაშენს ტოვებ 15 წელი მარტო. მაგარი კაცურია, რომ შეყვარებულის გამო კლავ ადამიანს და მაგ შეყვარებულსაც ტოვებ 15 წელი მარტო. ან თუ გიყვარს, ბიჭო, რას ტოვებ 15 წელი მარტო? გადავიდეთ მეგობრებო დონაციებზე. დონაციებზე, რომლითაც არსებობს ეს გადაცემა და ასევე დიდი მადლობა Full Energy-ს ამ გადაცემის დასპონსორებისთვის. თქვენს რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა, ვინც თუნდაც რა ვიცი 2 ლარს მერიცხავთ თქვენ გამომუშავებულ ფულს. იცოდეთ რომ ძალიან ვაფასებ. ასევე პოზიტიურ კომენტარებსაც ძალიან ვაფასებ, ვისაც, ვინც ღარიბები ხართ. უბრალოდ კომენტარები დაწერეთ და რა ვიცი ალაიქეთ ვიდეოები. ანონიმურები, დიდი მადლობა 100 ლარი მხია გუშინ ერთმა ადამიანმა SGM Sol Goodman-მა ან სალომე გურბელიძემ ან სოლომონ გოგრიჭიანმა ან სუმიტ განდიმ ინდოელი ჩემი ფანია ერთი და
დიდი მადლობა სუმით განდის, მოკლედ. ანონიმური 50 ლარი. სეხნი, დღეში მინიმუმ 2 ვიდეო თუ შეიძლება. გადაობა, ანუ რა არის, ადამიანები 50 და 100 ლარს მერიცხავენ, არაფერს მთხოვენ და ადამიანმა ჩამერიცხა 2 ლარი და დღეში 2 ვიდეო ჩაწერე. კი, 3 იყოს. ინგა გრიგოლია წმინდანია? ანუ ამას რეალურად ვერ მივხვდი, რა ვიცი, ინგა გრიგოლიას გინდათ რომ დაეჯვას, რადგან არ დაეჯმევა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ჟურნალისტია. ჩვეულებრივი პატიოსნად გაყიდული ჟურნალისტია, ანუ ვინც უხდის ფულს, იმ მხარეს ემსახურება. ამაში რაღაც არც რამე სიახლე გვაქვს, არც რაღაც განსაკუთრებული. ასე რომ ინგა გრიგოლიას ჩემი პატივისცემა, ინგაჩკა. გაიყიდე ჯიგარო იასნია, აბა მაგისტვის ცხოვრობთ. მიშა ეკიმო გირიცხავთ ჩემ ბოლო კაპიკს. ბავშვები კი დამრჩნენ მშივრები, მაგრამ თქვენი უფასო 14 ლარიანი შაურმის აქციით დავაპურებ, რომ გაათამაშებთ არაუშავს. ესეც უნდა იყოს, ბოლო კაპიკებიც უნდა მირიცხოთ. არჩევნის საშუალება რომ გქონდეთ, რომ ბავშვებს აჭამოთ თუ მე ჩამერიცხოთ, მე უნდა ჩამერიცხოთ, რადგან მე გართობთ. ბავშვები რას აკეთებენ? ტირიან და მშია. მე ოდესმე მithქვამს რომ მშია? არა. ოდესმე კედელზე რამე დამიჯღაპნია? არა. ოდესმე პარკეტი გამიფუჭებია? არა. ასე რომ ბავშვებს უნდა ამჯობინოთ ჩემი თავი. რამდენ ლარად გაიყიდებოდით და რომელ პარტიაზე? აი ეს საინტერესო შეკითხვაა სხვათა შორის. მე არასდროს გავიყიდები, მეგობრებო. კაი, დავიწყოთ ქოცებით, ხო? ანუ ყველაზე მარტივი იქნებოდა ქოცებზე გაყიდვა, რადგან ახლა გამარჯვებულ პოზიციაში არიან, მე რა თქმა უნდა გამარჯვებული ადამიანები მიყვარს და ყველაზე მარტივი ეგ იქნებოდა. ქოცებზე გავიყიდებოდი, პაკეტები მექნებოდა, მაგალითად ქოცებისთვის. აი, დავიწყოთ 20,000 ლარი თვეში მაგალითად. 20,000 ლარად რას გავაკეთებდი? 20,000 ლარად ყოველ გადაცემას დავიწყებდი ისე რომ რა კარგია რომ ომი არ გვაქვს. ნეტა ვისი ბრალია, კი არა, ვისი დამსახურებაა. რა კარგია მშვიდობა. მშვიდობის ფასი არაფერია. აი ესე გეტყოდით ხოლმე 20,000 ლარად თვეში. აუ ტექნიკურად შემოგაპარებდით. 30,000 ლარად. 30,000 ლარად თბილისის ქუჩებში ვივლიდი და დავიწყებდი რომ ადრე ვარკეთილში აქ უბრალოდ პატარა ჯიხურები იდგა. არაფერი იყო საერთოდ, მხოლოდ ალკოჰოლს და სიგარეტს ყიდიდნენ და ბავშვებს აფუჭებდნენ. ბატონმა კალაძემ ნახეთ რა პარკები გავიკეთა, ნახეთ რა სიმწვანეა. 30,000 ლარად ამასაც დავამატებ. 40,000 ლარად ბატონ კახა კალაძეს რომ ჩამოუახოლმე მეგობრები, მაგალითად ხამზად ჩიმაევი და ასე შემდეგ, ანუ ადამიანები რომლებიც იტყვიან რომ არ ვიცი კაცო, ეხა აფხაზეთი საქართველოა თუ არაო, მაგათ გავაპრავებდი და ვიტყოდი რომ რა მოხდა, კაცო, კაცები სპორტსმენები არიან რა, პოლიტიკაში რატო უნდა ერკვეოდნენ, ჰა? მე რა მოხდა რომ ხალხს უჭირს და ბატონი კახა თავის ძმაკაცებთან ერთად 1,500,000 ფერარით და რაღაც მანქანებით დადის, ჰა? აი ამას ვიტყოდი 40,000 ლარად. 50,000 ლარად თვეში მე ვიტყოდი რომ 50,000 ლარად თვეში დავიყენებდი ზარად ანტონი მაგას. აი აბსოლუტურად უპრობლემოდ და თელ ჩემს საახლობლოს დავაყენებინებდი მაგას ზარად. 50,000 ლარად თვეში. 60,000 ლარად ვიტყოდი რომ ბატონი ბიძინა ადრე როცა საქართველოს უჭირდა, გადაცმული დადიოდა და ქუჩებში გაჭრობულ ხალხს ეხმარებოდა. 60,000 ლარად
მივიდოდი საპატრიარქოში და ბატონი ბიძინას წმინდანად შერაცხვას მოვითხოვდი. 80,000 ლარად პოლიტიკურ პარტიას შევქმნიდი. ვიტყოდი რომ ოპოზიცია ვარ, ქართულ ოცნებას ვაგინებდი, მე შევიდოდი პარლამენტში და მე ყველა კანონს მხარს დაუჭერდი, რასაც ქართული ოცნება უჭერს მხარს. 80,000 ლარად ძმაო. ანუ ხალხიც ჩემი იქნებოდა რა, ჩემი ფულიდან გადავუხდიდი იმ ხალხს, რომლებიც ჩემთან ერთად გაწევრიანდებოდნენ პარტიაში. 90,000 ლარად ზურგით მოვიკიდებდი დიდ ხეებს და წამოვიღებდი და ბატონი ბიძინას ეზოში ჩავრგავდი. და დიდ მადლობას ვათქმევინებდი. ვიდეოს ჩავწერდი აფრიკიდან, რომ მადლობა ეთქვათ იმ აფრიკელებს, რომლებსაც ხე წავართვი, რომ ბატონი ბიძინასთვის მადლობა გადაეხადათ. 100,000 ლარად, ხა ავედით ტოპ კუშებზე. 100,000 ლარად რას გავაკეთებდი ქართული ოცნებისთვის. 100,000 ლარად როცა აქციები იმართება ხოლმე და 100 და 200,000 კაცი გამოდის, მე გავიდოდი საღამოს შუადღის 1-3 საათზე გადავიღებდი ფოტოებს და მე საღამოს 9 საათზე დავდებდი, რომ აბა სად არის ხალხი კაცო, სულ 40 კაცია, მეტი კი არ არის. და აღონთ ამ ფოტოებს დავდებდი საღამოს 9 საათზე, როცა უკვე მთელი როსტაველი გადავსებულია და რამე. მეტი უკეთესი შემოთავაზება რაღა გინდათ ხალხო, ანუ მზად ვარ რომ მიყიდოთ. კაი, გადავიდეთ ახლა სხვა პარტიებზე, ნაცებზე, არ ვიცი, ნაცებზე დიდი კუშიდან დავიწყოთ, ნაცებზე დავიწყოთ ეგრევე 100,000-დან. 100,000-ად გეტყოდით ნაცებმა რომ მიყიდონ, რომ ბატონმა სააკაშვილმა არ იცოდა ციხეში რა ხდებოდა. ანუ ის უბრალოდ რაღაც თემებს აგვარებდა მაღალ ეშელონებზე. ბატონი სააკაშვილი ციხეში რა ხდებოდა საერთოდ არ იყო საქმის კურსში. მას უბრალოდ ბრალდება ეს ყველაფერი. მან არ იცოდა არაფერი. მან უბრალოდ მინისტრებს მიანდო ეს საქმიანობა, შემდეგ მოშორდა ამ მინისტრებს და ენდო ამ მინისტრებს, რომლებმაც იმედები გაუცროეს და პატიმრებს აწამებდნენ. აი ამას გეტყვით 100,000 ლარად თვეში თუ ნაცები მიყიდიან. და ალშე რა ვიცი, ლეიბორისტები თუ მიყიდიან 100,000-ად ბატონ შალვა ნათელაშვილს გავყვები ხოლმე, რა ვიცი. ხან აქციებზე ვიქნებით, ხან უბრალოდ ოპერატორი ვიქნები რა, აი 100,000 ლარად ვიქნები ბატონ შალვას ოპერატორი, ყველგან გავყვები ხოლმე. ყველგან რაღაცა ორ სიტყვას ვიტყვით, რომ ვითომ ვიბრძვით. მე დავისვენებთ ხოლმე. ოღონდ აი კვირაში ერთი დღე უნდა ვიმუშაო ლეიბორისტებთან. მეც ნაღდათ არ ვიმუშაო, მეტი რა საქმე გვაგზმობას გაფიცებ. აი ლეიბორისტებს რომ მივეყიდო, მეტი რა საქმე გვექნება. კვირაში ერთხელ სადღაც ვივლით ხოლმე მე და ბატონ შალვა რაღაც ვიდეოებს ჩავწერთ, რომ ვითომ ვატრაკებთ და всё რა. მე წამოწექი სახში. დავითვლი ამ 100,000-ს. კიდე ვინ დაგვრჩა? ნუ ეხა გირჩზე არ გავიყიდები ასნია მართლა უსირცხვილო არა ვარ. ასე რომ სულ ეს იყო ქართული პარტიები, ვიზეც გავიყიდებოდი და ჩემი ფასები მეგობრებო, ასე რომ გაითვალისწინეთ. დავასრულეთ დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა ყველას დონაციებისთვის. იცოდეთ რომ თქვენით არსებობს ეს გადაცემა და კოცნით მიყვარხართ. გააგრძელეთ ჩარიცხვები. ბავშვებს მოაკელით და მე მომეცით ფულები.